მოგესალმებით ძვირფას რომ მაყურებლებო ეთერშია გადაცემა მოქალაქის ხმა და მე მის წამყვანი აკაკი ველთაური გახლავართ. როგორც ყოველთვის თავისუფლება ქალბატონ მძიას ამაღლობელს, ყველა პოლიტპატიმარს, ყველა სინდისის პატიმარს აქ ხა ისეთი მოლოდინები იყო 19-ში ნათლისღებას და ესე რა ქვია ამას ბატონო მერაბი ჩვენ სტუმრები გვყავს და სამ გაგაცნობენ ეს ხა ენაზე მომადგა როგორი რაღაცნაირად ამას ქვია სადიზმი ხო სადიზმი ეს არის სადიზმი საგანგებოდ შერჩეული ნათლისღების დღეს როდესაც კაცობრიობაზე გადმოდის მადლი და ჩვენ ყველანი ვფიქრობთ ყოველგვარ მანკიერებაზე კი არა ამაღლებულზე და ამ დროს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გეგმავს სპეცოპერაციას. მე მგონი აი ამასაც აბიტურებს, ხო? აი სპეცოპერაციას გეგმავს თუ შეწყალება ეს თავისთავად ისეთი ჰუმანისტური აქტი გახადოს თან აბსურდული სავალალო კი ბატონო და სამგლოვიარო და დამამცირებელი ერთდროულად. ეს არის უტიფართა ქმედება რომელიც ალბათ მალე დასრულდება. სხვათა შორის ბუმერანგივით უბრუნდებათ ხოლმე მერე და მე თვითონაც ხვდებიან ალბათ და მე კი უნდა მიხვდნენ ხო საიდან არის ეს სამთერი. ვერ მიხვდებიან. ეს ხელისუფლება თან რა უსუსური, აი ბატონო მერაბი რაღაც მინდა თქვა რომ აი როგორი უსუსური რომ თვითქოს არ მოინანიესო და რაღაც ესე არა და მონანიება საერთოდ არ არის მაგის საბაბი. ვინთავარია პატიმარმა დაწეროს და მიმართოს იქ ინანიებს, არ ინანიებს ესეთი გახდა, მაგრამ ამით ძალიან დიდი სპეკულაცია. დიახ, ჩვენ გვახსოვს ხო მიმართოს გაეში გამოუშვეს ხალხი, მაგრამ ნუ ალბათ სინდის პატიმრები და ეს მართლაც გულანთებული ბიჭები, აი სამაგალითოდ ჯიან ალბათ. და აი მაგის ბრალია. იქ-სიაში შეიძლება ვიღაცა მართლა იყოს შეტანილი, თუნდაც ქალბატონი მზია ამაღლობელი, აბსურდული რაღაცა გაუგებრობიდან გამომდინარე, თუნდაც ნუ მზია განსაკუთრებით დიდია მზიას გამო ზეწოლა საქართველოს ამ თვითმარქვია ხელისუფლებაზე და შეიძლება და თავიდან ყოფილიყო მაგრამ იმ ყველაზე დიდმა ავადმყოფმა რომელიც ფსიქიკურად არის დაავადებული მოდი ბატონო მე რა პარეგამ დავამთავრებ წარგადგენთ და საათი გვაქვს და მე ვისაუბროთ მზიას ამბავი ჩემთვის არის განსაკუთრებული მე ვფიქრობ რომ ამ ქალბატონმა მოახდინა ის რომ ჩამოხსნა ნიღაბი ამ საშინელებას, როცა 2 მეტრიანი კაცი დადგა და იქ, ნუ უკვე რამდენჯერ ვთქვი კიდე ერთხელ უნდა თქვა რომ ამეწვაო, ამით ხო ჩვენ მივხვდით თუ ვინ არიან სინამდვილეში ესენი ნამდვილად ქართული ნიშარწყალი ნაკლებად ამ ხალხს. მოკლედ ვითარდება ისე მიდის რომ ეხლა რაღაც კიდე ახალი ცირკი დაიწყეს პროდუქტებთან მიმართებაში, რომელიც მზიაზე ერთი რამე მინდა რომ გთხოვოთ დამამატებინოთ. კი ბატონო. მზია ამაღლობელმა თავისი ქმედებით და ქცევით სილა გააწნა არა დგებუაძეს, არამედ სისტემას და ამის დასტური იყო 19 იანვარიც. კიდევ ერთი დასტური 19 იანვარი, თუნდაც ის ფოტო მისი ძმა რომელიც მთელი ღამე იდგა მარტო და ელოდა შეიძლება იმდენად მზიას არა რამდენადაც პასუხს რომ იცით დღეს ეს ვერ მოხერხდება მაგრამ პასუხიც არ აღირსეს და არც გვაღირსეს აი ეს არის კი ბატონო ეს არის სილა კი არა აუცილებლად გასაყრელები არიან არ ვიცი მუჭი კი არა რაც ქვაც ჩაერტყა თავში ჩემი აზრით ღირსები არიან და იმსახურებენ იქიდან გამომდინარე რომ ადამიანი ითხოვს რას მე დემოკრატიას ადამიანი არ ითხოვს რაღაცა ისეთ კაბალურ რაღაცებს რაც სახელმწიფოს არ ევალება ხო ის ითხოვს მე გამჭირვალეობას მე არა კორუფციას ეხლა ჩვენ ხო ვიცით რომ ბავშვების ულუფაში ჩაყვეს ხელი ბატონო დუდა და მოკლედ აი პროდუქტებზე მოგახსენებთ რომ იმდენად აი ეხლა ახალი ცირკი რო დაიწყეს აი რა თუნდა ამას ან ჯგუფი ან ექსპერტი ხალხო, აი უბძაროდ შედით ნებისმიერ მაღაზიაში და ნახეთ წყალი. აქ ამით არანაირი ექსპერტიზა მეთქე, ექსპერტი და რაღაც ეკონომიკის დიდი მცნოდნე ამას საერთოდ არ ჭირდება ხალხო. შევძანდით ნებისმიერ მაღაზიაში და ნახეთ ქვეყანაში სადაც 22000 მდინარეა რა ღირს წყალი. მერე ნახეთ რა ღირს ევროპაში, სამჯერ უფრო იაფი
ნუ ევროპაში კიდე არ გავიკვირდება თქალყო იმ მდინარეები მაინც არის და მე არაბეთში რომ ნახავთ რომ ხუჯელ უფრო იაფია და ირანში ნუ მე უკვე უნდა მიხვდეთ რა შეშე პროდუქტი ხალხო წყალი ყველაზე ესეთი ხისტი და მართლა რომ ხალხი ყიდულობს ესეთი და თან ჩვენი რო არის აი აქ არის ამ ხელისაწყობა და წყალი ღირს 2 ლარი არა ბატონო დუტა და ნუ ესეთი რაღაცები ხდება კი ბატონო ძალიან მიზერული მოდით ახლა გაგაცნობთ სტუმრებს ცოტა ისე გამოგვივიდა, იმიტომ რომ მართლა ამაღელვებელი იყო ის რაც გუშინ წინ მოხდა, აი ძალიან ამაღელვებელი იყო. ჩვენ სტუმრად ყავს ბატონი დუტა ჯავახიშვილი, ეს გახლავთ რუსთაველის მოძრაობის აქტიური წევრი, მისი ერთ-ერთი ხმა და ყველა მარშზე, რა თქმა უნდა, ბატონი დუტა არის ხოლმე გვამხნევებს, გვეძახის და შეძახილებით წინ მივყავს მარში. ბატონ მერაბის თქვენ იცნობთ, ბატონ მერაბ ჯუხუას მერაბი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი გახლავთ, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტ ზვიად გამსასაგანგებო პოლიტიკური წარმომადგენელი საქართველოში და მე დავიწყებ ახალგაზრდადან, დუტადან. მე სულ ვამბობ ხოლმე ყოველ ეთერში, რომ დიდი სიყვარული რუსთაველის მოძრაობას, რუსთაველის გამზირის მოძრაობას ამ ბუნებრივად როგორ თქვა შეკოწიწებულ ოჯახს, ну, მოდი თქვათ, ну, ოჯახი რა, მე დიდ ოჯახს ვეძახი. კი მოგიხსენება 3 დღე მეც ვერ ვიყავი კარგად და აი რა ხდება, აბა მე ხა თქვი პროდუქტ შევეხე, საერთოდ არ უნდა გავიხედოთ ყველგან პრობლემა არის ბატონო. აი საერთოდ არ უნდა გავიხედოთ, ეხლა თქვენ შემოპირბრძანდებით და იცით რომ ადაპტირებული არ არის არაფერი, თითქმის რაღაც 0.1% შეიძლება იყოს, ხო? აი არ არსებობს სფერო და არ არსებობს ისეთი წახნაგი და ისეთი სტრუქტურა, სადაც ჩვენ შეიძლება მზერა მივმართოთ და თქვათ, აი სამაგალითო, ხო? აი ახლა მე თქვენ გეკითხებით, თქვენ უკვე წელიწადზე მეტია იქ გახართ, აი ამდენ ასე ჯიუტად, ასე შემართებით, გახართ რისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. მე ნუ ეს ძირითადი ორი მოთხოვნა დარჩა, ხო, რაც იყო და არც არ გადავა ალბათ. ნათლისღების ამბავი ახსენეთ თქვენ და მინდა რომ ამ თემას შევახმო რიოდე სიტყვით. ჩემთვის მოლოდინები არ ყოფილა, რადგანაც ამ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, თქმედებებს მიჩვეულები ვართ. მე უბრალოდ აღნიშნავ იმას, რომ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების, ასე ვთქვათ, ნერვებზე და ემოციებზე არ უნდა ვითამაშოთ და ეს იყო პირდაპირი გაგებით მათ ემოციებზე თამაში და ნებისმიერ ადამიანს მოუწოდებდი, რომ მათ ემოციებზე არ ითამაშონ. რადგანაც სხვა ემოციები ამოძრავებთ ამ ადამიანებს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. მოდი ერთ რამეს გამოყოფ, ეხლა როცა მშობელმა იცის, ხო, მეც ყავს ეხლა 19 წლის ბიჭი მყავს და ნუ რაღაცები ხდება ხო ცხოვრებაში. როცა მშობელმა იცის, რომ მისმა შვილმა ბატონო მერაბიან კაცი მოკლა, მოიპარა და აყაჩაღა, ის მშობელი კიდე სხვანაირად ხდება იმ განსაჯელს, ხო და იქ სხვანაირად. მაგრამ ადამიანმა რო იცის, რომ მის შვილს აფერ დაუშავებია, ქვეყნის სიყვარულის მეტი, მიტინგზე დგომის მეტი იმაც ეგეთი შემოქმედება და ეგეთი მიდგომა ეს კატასტროფაა ჩემი აზრით. ბატონო აკაკი, მინდა გითხრათ რომ ქვეყანაში ყავს 124 პოლიტპატიმარი და ახლა უკვე მიმდინარეობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე ტროტუარზე დგომისთვის, რაც სრულიად აბსურდულია, რადგანაც ადამიანებს კონსტიტუციით აქვთ უფლება გამოვიდნენ და ჩაატარონ აქცია ისე რომ არ შეუთანხმოს ხელისუფლებას. ეს იქნება ქუჩაში თუ დახურულ სივრცეში. მაგრამ დღეს სამწუხაროდ აი დღეს სხვათაშორის იყო ერთ-ერთი ახალგაზრდის ასე ვთქვათ სასამართლო და კიდევ გადადეს სამწუხაროდ ვერ დებენ არგუმენტს თუ რატომ უნდა დააჯარიმონ ან დააპატიმრონ ის ადამიანი ტროტუარზე დგომისთვის. მოსამართლე, ნუ ეხლა დიდად არ ვთვლი მაგათ რაღაც ისეთ ხალხად, ვინც თავი გამოიჩინა მით უმეტეს ეხლა, მაგრამ რომელიც აი მაგ ტროტუარზე დგომისთვის ის გამოიყენებს, ის მოსამართლე აღარ არის. აი იმ წუთიდან, როგორც კი ის ტროტუარზე გაპროტესტების გამო ადამიანს გაუშვებს ციხეში, ის მოსამართლე აღარ არის. ის არის კომუნისტი ჩინოვნიკი.
რომელსაც აქვს კონკრეტული ბრძანება მიღებული და ასრულებს კონკრეტულ ბრძანებას. იმას მოსამართლის საერთო არაფერი არ აქვს, ვინც ვიმეორებ, ხო? ტროტუარზე დგომისთვის დროშით ხელში ადამიანს წაიყვანს ციხეში. აი ვინც ამას აი მოწერის ხელს როგორც კი აი განაჩენის გამოტანისთანავე ხდება აღარ არის მოსამართლე, ნუ ადამიანი ნაკლებად. მაგრამ ნუ მოსამართლეთ, ხა შეიძლება ადამიანი ხა ვერ იყო ისეთმა მოსამართლე და იქ რაღაც კანონებში ერკვეოდე, მაგრამ საერთოდ აკარგავს აზრს, ჩემი აზრით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო რუსთაველზე მდგომ თითოეულ მოქალაქეს, დიდი სიყვარულით მეც ესე იცავს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ევროპული მომავალი მარტო არ ნიშნავს იმას, რომ აი ევროპაში მივდივართ. იქ არის ძალიან ბევრი ღირებულებები, მათ შორის დაბალი ფასები, დაბალი საპროცენტო განაკვეთი. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია იქ უფრო ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე დღეს საქართველოში. 100,000-ზე მეტი ქართველი არის გარემო ბევრად ადაპტირებულია, ვიდრე საქართველოშია. აი მაგალითისთვის რომ გითხრათ, მარშრუტკაში ვერ ახვალ თუ ხარ შეშმ პირი, რადგანაც არ არის ადგილი გამოყოფილი. კი არის ავტობუსი, მაგრამ იმ ავტობუსშიც ძირითად შემთხვევაში ვერ ადიხარ, იმიტომ რომ არის პიკის საათები. ანუ ეს ვიცი, ეთნიკმიც გადაადგილდება, ხო, მაგაცია ლაპარაკი. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მაგათთვის ყველანაირი ხელშეწყობა უნდა იყოს საერთოდ. ყველანაირი და გადაადგილება კი არ უნდა უჭირდეს კი არა, ნუ ყველა უფრო მეტი, ბევრად მეტი უნდა კეთდებოდეს ჩემი აზრით. თავის სახლშიც უნდა იყოს ადაპტირებული, სკოლაშიც უნდა იყოს ადაპტირებული, ნებისმიერ გადასასვლელზე ნუ ეხლა რა ვიცი, ბატონო აკაკი, ერთს აღნიშნავ რა, შეშმ პირები არიან სხვადასხვა კატეგორიის. არის ფსიქოლოგიური, მენტალური და ფიზიკური. დიახ. ძირითად შემთხვევაში ეს გამოიხატება ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანებით. თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მათი პენსია შეადგენს 195 ლარიდან 425 ლარამდე. რაც ქვეყანაში არ არის მისაღები, იმიტომ რომ ელემენტარული ფასები რო ავიღოთ 40 ლარი ღირს 1 კილო ხორცი, კაცო, მე გაგაშებული ვიყავი 40 ლარი ვერ შეხვალ და ვერ გამოიტან ერთი თვის მარაგს. თვის მარაგს როგორ გამოიტან 400 ლარი? რო აი შეძლო არსებობა. გამორიცხე, კაცო. მაგრამ ხელისუფლება დღეს ჩვენ გვეუბნება, რომ 250 ლარით იარსებებს ერთი ადამიანი. რაც უფრო სასაცილო მინდა გითხრა. 250 ლარი იარსებებს ბატონ მერაბს ეწოდინება, ტოლვილებს რა აქვთ, იცით? ის ანუ ის ფული 40 ლარს რო უხდიან და 50 იცით, ხო? ჩემი მეუღლე არის ტოლვილი და აქვს 45 ლარი. დიახ, 45 ლარი. აი მე ერთი აი კაზუსივით მინდა დავცვა, ეხა მაყურებელს მინდა დევნილი. ხო, დევნილი, ნუ ეხა ყველამ მიხვდა რაზე ვლაპარაკობთ, ხო? მე მინდა ვკითხო, აი პასუხი არ იქნება, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ დააფიქრდით. თვითონ ეს სოციალური სამსახურები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, ამბობენ, რომ მინიმალური ყოფილა 250-300 ლარი, ნუ იმის იქით კაცი უნდა წაიქცეს და 40 ლარი რა არის? ანუ ეს 40 ლარი რისია? საერთოდ რამე შეჯდება? თუ შენვე მეუბნები, რომ 250-300 ლარია მინიმალური ზღვარი, იმის შემდეგ წაიქცევი 45 ლარი რა არის? სასაცილოდ აგდება ალბათ. ნუ არ ვიცი, ეს თქვენთვის მომენტია, ძვირფასო მაყურებლებო. ნუ ეხლა ჩვენ ბატონო დუტა ძალიან დავამძიმეთ, ეხლა სიტუაცია მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ბატონო დუტა, აი სადაც არ უნდა გავიხართ მე ხო ვილაპარაკე და ეხლა ფასებზე რომ მიდის ლაპარაკი და აღმოჩნდა თურმე საფრანგეთში სამჯერ უფრო იაფია პური, ხორციც, ყველაფერი, სამჯერ უფრო მეტი აქვს ხელფასი, სამჯერ უფრო იაფია და ჩვენთან კატასტროფაა რა, აი ყველა განზომილებაში და მე მინდა ეხლა ბატონ მერაბ ორიოდე სიტყვით მინდა რომ ვისაუბრო ეხლა მაგალითად ჩვენმა ხელისუფლებამ არა კანონიერმა ხელისუფლებამ არაბებს დაუდო კონტრაქტი. კი, რომელიც გაასაიდუმლოა, კაცო, ეს გონიო და კრწანისი. კი. არაჩვეულებრივი ადგილია, აი მე ვიყავი პირადად კრწანიში და მართლა არაჩვეულებრივია და იმისი დამახინჯება
არის საცოდაობა და არასწორი. ღალატია, კაცო. ეს არის ქვეყნის ღალატი. აქ ორი აზრი უყურეთ მე უაშიც ქონდა ლაპარაკი და უყურეთ ეს რასაკეთებს უშროება. ჩვენ არ ვამბობთ იმას ბოდიში რომ გაწყვეტინებთ ბატონო აკაკი, ჩვენ იმას არ ვამბობთ რომ ან არაბი, ან ევროპელი, ან რუსი, ან უკრაინელი, ან ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი არ უნდა ჩამოვიდეს, უნდა ჩამოვიდეს და ისვენოს და წავიდეს თავის ქვეყანაში. ხშირად გითქვია ბატონო დუდა ამ სტუდიაშიც მე ხშირად მithქვამს რომ აქ არც არაბზეა ლაპარაკი. უბრალოდ ეხლა მოხდა ისე რომ არაბია მყიდველი თორე ინგლისელი იყოს. აქ მნიშვნელობა მაგაში არ არის. მნიშვნელობა იმაში არის რომ ეს არის უნიკალური ადგილები და აქ რაღაც სხვა ტომელების ქალაქის აშენება დემოგრაფიულ საფრთხესაც შეიცავს, სოციალური ანუ შეწყობა, შეხამა კბილების საკითხსაც შეიცავს, სადაც ჩვენ არ გვაქვს ერთი წარსული ჯულით განსხვავდებით, ბევრი რაღაცა გასათვალისწინებელი. ახლა ზოგს ბევრს ალბათ უნდა მიხვდეს და სწორად უნდა იცოდეს, რომ დავით აღმაშენებელი და გიორგი ჭყონდელი გიჟიკი არ იყო, ისინი ჩამოასახლა აგერ მომთაბარე სელჩუკები მეთქი კაცო. ყივჩაღები. იმიტომ რომ მათ არ ქონდათ ბატონო მერაბი კულტურა, თორე არაბს ჩამოიყვან ის არც არ გახდება ქართველი, ის თავის კულტურას ჩაიძირება და გააღრმავებს იმას და კეცმახეთ რამხელა მეჩეთი შენდება, ხო? ამაზე აქ ლაპარაკი რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბრძნულად უნდა უდგებოდეთ ჩვენ ქვეყანას, ხო? მეტი სიყვარულით და 100 ჯერ უნდა ვზომავდეთ და ერთხელ უნდა ვჭრიდეთ, რაც 100 ჯერ საერთოდ არ ფიქრობენ ალბათ, ხო? აი ჩვენ საუბრობდით წელან რუსთაველის პროტესტზე. და ეგ აი დუდა დავამთავრებ, ეგ არის გამყიდველობა. ეგის კი არ არის რაღაც არა, მიწაწლის გაყიდვა არის პირდაპირ გამყიდველობა. აქ ხუთი აზრი რო თამაშია, რაღაც ეს ხუთი აზრი არის პროპაგანდის. პირდაპირ ვამბობ, ეს უნდა იყოს სწორხაზოვანი, მიწაწყალს ყიდი, ხარ გამყიდველი ქვეყნის. დამთავრდა აქ კიდევ აზრი ის რაღაც ასო. ეგ უკვე მეუღებელია ჩემთვის. ეს არის გამყიდველი ქვეყნის მიწაწყლის, რავი, ყველაფრის რა. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ქართველები, რაც შემოვინახეთ, ხო, იმ ჩვენ კულტურასთან და რაც გვაქვს ეს სუფრიდან დაწყებული ჩვენი ხუროთმოძღვრებით ყველაფერი შემოვინახეთ კიდევ ერთი რამ, ხო ყველაზე ღირებული მიწაწყალი. ამას ყიდიან ხალხო. ახლა აბა შაირს გაყიდიან ბატონო მერაბი შაირი არიდდება. ვიტყვი რა. მაგალითისთვის რო ავიღოთ აფრიკაში ჩვენთან საქართველოში ადამიანებს სახლიდან ასახლებენ და და არაბებს აძლევენ იმის საშუალებას რომ ააშენონ მაღალსართულიანი კომპლექსი რომელიც 33% იქნებაო ქვეყნის ბიუჯეტშიო შემოსულიო მოდი რა იმ გაჭირვებულს დაეხმარე და გვერდზე დაუდექი ვისაც მართლა უჭირს და აქვს რაღაცა პატარა ოთახი აშენებული თავისთვის მაგრამ სამწუხაროდ ეს ხელისუფლება კი არ ეხმარება ადამიანებს პირიქით უფრო და უფრო მეტ რეპრესიას უმზადებს აი მაგალითისთვის რომ გითხრათ ბატონო აკაკი მე ვიყავი საპროტესტო აუდიტორიის ხმა და ადამიანებს მოუწოდებდი განათლებისკენ 17 თებერვალს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამაჯარიმა 5000 ლარით და დღეს სასამართლოში მიმდინარეობს ეს საქმე მაგრამ ბოლომდე არ არის მიყვანილი როდესაც მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი პირიქით უნდა მეხმარებოდეს სახელმწიფო და არ უნდა მიმზადებდეს რეპრესიებს ბატონო დუდა ჩვენი საუბრიდანაც ჩანს ეხლა რასაც თქვენ ბრძანებთ ხო მაგ ყველაფერს ჭირდება გული არა აქვს ამ ხალხს და ეხლა როცა გული არა გაქვს და სიყვარულით არ უდგები შენ ხალხს ხო კაფე არ გამოვა ბატონო დუდა მე მესმის და მართლა მძიმე მდგომარეობაში ვარ და მე მინდა ბატონ მერაბს გადავცე სიტყვა იმიტომ რომ მე ვიცი რომ არის გამოსავალი ბატონო დუდა და ერთად მოусმინოთ რომ არის გამოსავალი და ჩვენ ეხლა უნდა გამოგვიჩინოთ ის ერთობის უნარი სიყვარულის უნარი ქართველებმა რომ ეს ნაგავი როგორღაც გავიტანოთ ამ ქვეყნიდან და მოვიშოროთ და იქ აი ეს დავრუნდეთ ნორმალობაში, მოდი ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ დავრუნდეთ ნორმალობაში და ბატონო მე რამდენსაც ვიცი, უზენაეს საბჭოსაც კანონიერ ხელისუფლებამაც რაღაც ნაბიჯები გადადგა იმისათვის ჩვენი კონსოლიდაციისთვის პირველ რიგში ჩვენ კი ვიცით ის რა ხალხი არიან, ეს არის ხალხი, ვინც დაამარცხა რეალურად ერთხელ რუსები
დაამარცხეს და კიდევ დაამარცხებენ თუ დაჭირდა საქმეს. მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ უკვე ყავთ დაამარცხებული ერთხელ და აი რა გეგმები როგორ ახლა თქვენ ჩემზე უკეთესად იცით და ბრძანებთ რომ აი სად არის გამოსავალი ბატონო მერაბი, იმიტომ რომ მე ხა ისე არ ნუ გამიგებს მაყურებელი რომ მარტო ეკონომიური შემოვიფარგლე და შიშომპირებს ყოველ გადაცემაზე თუ რამე იყო ყველა საკითხი გვაქვს ჩვენ აქ განხილული და უბრალოდ ეხლა რაც დღევანდელობაშია იმას შევეხედა, თორემ პრობლემები და ეს არსად არ წასულა, ხო, არც კონსტიტუციის დარღვევა, არც ციხეში რო ხალხია, არც წამება, არაფერი და არც მოწამლვა იმ კომიტი, ხო, თუ კამიტით თუ ხო, არსად არ წასულა. უბრალოდ დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ ის ბოლო რაც იყო, ხო, იმიტომ რომ ვერ ვასწრებთ ხოლმე. ორი უდე სიტყვას დავამატებ რა. კამიტთან დაკავშირებით შეიძლება ეს კამიტი არ ყოფილა და სულ სხვა ხსნარი იყო, მაგრამ ხელისუფლება უნდა გამოვიდეს და გვითხრას თუ რა ხსნარი გაურია 2020 წლის დეკემბერში რა მიიღო და დაარბია მშვიდობიანად მომიტინგე ადამიანები. კი ბატონო და რა წამლები უნდა მივიღო თვითონ უნდა ეთქო და გავიფრთხილებინე სულ თავიდანვე რომ მე სანამ გამოიყენებ და მანამდე უნდა ეთქვა რომ მე ამას გავიყენებ. არა თუ მე რომ იქ ბავშვით იყო ვიღაცა, იქ ვიღაცა შეიძლება ცოტა ქრონიკული დაავადებით იყო. აი ხო ხტები, აი დუდა უკვე ქრონიკული დაავადებით იყო, ბავშვი ყავდა რაღაცა და ის იმათ მაინც მოარიდებდა, ხო? იქაურობას, მაგრამ ამათ ესენი არის უნდიერები. ეხა ბევრი ვილაპარაკეთ და ბატონ მერაბის მივცეთ სიტყვა, იმიტომ რომ გამოსავალი დუდა გამოსავლის გარეშე მარტო პრობლემების აღნუსხვა არაფერს არის ამს. ხო ესე არის ბატონო. რა თქმა უნდა. ჩვენ რისთვის ვიძით რუსთაველზე, რისთვის დავდივართ მაშინზე რომ იყოს შედეგი, ხო? საუბრით და კონკრეტული ქმედებებით. კი ბატონო. მოკლედ თხოვთ ბატონო მერაბი, ახლა თქვენ უნდა გითხრათ. რა შეიძლება, სად არის გასაღები ამ გვირაბიდან, ამ სიბნელიდან, სად არის ნათელი წერტილი და საერთოდ უნდა წავიდეთ ჩვენ. დიდი მადლობა ბატონ აკაკი, მივესალმები ბატონ დუტას, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასი ადამიანია. ძალიან იმყოფება იქ, სადაც უნდა იდგეს ჭეშმარიტი საქართველო. ეს არის რუსთაველის გამზირი. თქვენ ოჯახი ახსენეთ და პირადად მე ოჯახით ვდგავარ იქ. ჩემი შვილები ვიცი, მეუღლით 2024 წლის 27 ოქტომბრიდან. ეს ადამიანი არის ყოველდღე იქ და ასეთ ადამიანებზე დგას რუსთაველის გამზირის მოძრაობა. კი ბატონო. უაღრესად ამაღლებული მოძრაობა, პატრიოტული მოძრაობა, რომელიც ქმნის ამინდს საქართველოში და მათ მართლა ამ ხმას მეტი გასახანი უნდა ხონდეს. ჩვენს სამშობლოში. სხვათა შორის ბოდიშვილი, ჩემი გადაცემაც ზუსტად ქავატონ ინვესტორ რომ მივედი, თუთა შენ თუ გახსოვს, მე გითხარ, ჩემი გადაცემაც ამას ეძღვნება, რომ მოქალაქის ხმა და რუსთაველიდან ყოფილიყო და თქვენ ჩემს სტუდიაში სულ ესე არის ხოლმე რა და ნამდვილად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ახლა დიდი მადლობა ქავატონ ინვესტორისთვის და მინდა რომ შესაძლებლობა, როდესაც გაჩნდა, ვისაუბრო, თქვენ გააქვთ კარგი სტილი, არ ერევით ხოლმე და არ აწყვეტინებთ თემის აქტუალობიდან გამომდინარე თუ სხვა ასპექტებიდან გამომდინარე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რატომ? თანამედროვე საქართველო დღეს არის არალეგიტიმური ხელისუფლებით წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ორგზის არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება. ეს ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს და არალეგიტიმურობას უნდა კონდეს მხოლოდ ერთი გაგრძელება. მოხდეს სახელმწიფოს ლეგიტიმაცია. რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არის მძლავრად წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ მოძრაობის საპროტესტო გამოსვლების პირველი დღიდან დღემდე. ზოგიერთს ეს არ მოსწონს. იცით რომ ჩვენ შეგვარქვეს ზვიადისტები ასეთი სახელი, არავითარიისტები ჩვენ არა ვართ. ჩვენ წარმოვადგენთ იმ სახელმწიფოს, რომელმაც თქვენ კარგად ბრძანეთ, ერთხელ დაამარცხა იმპერია საქართველოში.
ახლა კი საქართველოს ხელისუფლებას უწოდებს საკუთარ თავს ადამიანთა ის ჯგუფი, რომლებიც ქვეყანას მართავენ საბჭოთა მენტალობით. ივანიშვილმა სხვა არაფერი არ იცის. ის დარჩა საბჭოთა კავშირში. მაგრამ იპოვა მეორე საბჭოთა პროდუქტი. გია კობახიძის პროდუქტი, ირაკლი კობახიძე. რომელიც ბევრად უფრო გაქნილია ირაკლი კობახიძეს ვამბობ. და წარმოგიდგენიათ აქ ბატონმა დუდამ ბრძანა ეგრეთ წოდებული კანონი საპროტესტო მოძრაობის დასახშობად, რომელიც ითვალისწინებს თურმე ადამიანთა არ დგომას ტროტუარზე. ანუ მე რომელიც ვარ ფეხით მამალი, და ვაპროტესტებ, არ მაქვს უფლება დავდგე ტროტუარზე. მაშინაც კი თუ არ ვაფერხებ მოძრაობას. ეს ვის ტვინში შეიძლება რომ დაიბადოს? რა თქმა უნდა, არანორმალური ადამიანების ტვინში, რომლებმაც კომუნისტურ ტვინში. დიახ, რომლებმაც არაფერი ახალი კი არ შექმნეს. აიღეს პირდაპირ ეს არის ივანიშვილის მითითება და შემოქმედებითად ბრწყალებში მიუდგა მას მისი ხელის ბიჭი ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც სწირავს ყველას. რატომ? გამომდინარე იქიდან, რომ მან კარგად იცის ივანიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა. თვითონაც იქიდან არის. ანუ აქ არის მდგომარეობა ფერი-ფერსა მადლი ამ იდიოტებსა, რომ მან იცის რა ზღაპრები უნდა განავითაროს და მოუყვეს ივანიშვილს, რომ ივანიშვილმა მიიღოს ადეკვატური ქმედებები. საკუთარ შვილებს არ ჭამს არც ერთი ცხოველი. ვიცით რამდენიმე ცხოველი არის შვილს ჭამს და არ მინდა ახლა არც იმ ცხოველის და არც ფრინველის გაირკვა რომ არ ჭამს ხო რაღაც. ხო, როგორც არის. ყოველ შემთხვევაში ტრადიციული წარმოდგენა ასეთია. ესენი არ ინდობენ არავის, მაგრამ თქვენ კარგად ბრძანეთ ასევე რომ ჩვენი მიზანი ის კი არ არის აღუნუსხოთ თუ რა ხდება. არა. ჩვენი პრობლემა ის გახლავთ, რომ აი ეს ავადმყოფი ხელისუფლება, თვითმარქვია ხელისუფლება, დღეს საქართველოში ქმნის დღის წესრიგს. სამწუხაროდ დღის წესრიგის მიღმა არის პოლიტიკური ცხოვრება. ივანიშვილმა შეძლო და მოკლა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება და კლავს ყველაფერს და მათ შორის მომავალს, რომელიც დგას ჩვენი ერის სახელმწიფოებრიობაზე. ჩვენი ეროვნული გენოფონდის ჩანაცვლების იდეა, რომ ქართველმა საქართველოში არ იპოვოს თავისი საცხოვრებელი, მომდინარეობს ძალიან შორს არ წავალ, მაგრამ თემურლენგიდან სულ მცირე, რომლის მომლოცველიც იყო კობახიძე, ეთყობა ეს იდეა წამოიღო მისი საფლავიდან, როდესაც შეამკო და შაჰ-აბასის საფლავებიდანაც წამოიღო იდეა ქართველთა გასახლებისა საქართველოდან. ეს ვიღაცა შეიძლება სასაცილოდ ეჩვენოს, მაგრამ ნახეთ რა კუთხით ხდება ეს ყველაფერი. რომ ვითომ ინვესტიცია შემოდის საქართველოში. დიდრდებით. რეალურად არავითარი ინვესტიცია არ შემოდის. უკანასკნელი სარჩო საბადებელი, რაც დარჩა ქართველს, ეს არის სამშობლო. სამშობლო მიწა, მშობლიური მიწა. აი ამას ყიდიან ახლა ინვესტიციის საფარქვეშ, ჯერ ერთი და ინვესტიციით აშენებული სახელმწიფო მე არ მინახია. აყვავებული სახელმწიფო. ჩვენ გვესაუბრებიან, ნახეთ, ინდუსტრიით უნდა აყვავდეს ჩემი აზრით. ეს სხვა თემაა. ჩვენ გვეუბნებიან, რაზე, ნახეთ, საარსებო მინიმუმი. შენ ვინ ოხერი ხარ, რომ საქართველოს მოქალაქეს ელაპარაკები და ეუბნები, შენ უნდა გქონდეს საარსებო მინიმუმი. საარსებო მინიმუმი კი არა. მე არ ვარ თანახმა სასიცოცხლო მინიმუმზეც.
მე ვარ თანახმა საცხოვრებელ მინიმუმ ღირსეული რომ ადამიანი ცხოვრობდეს და არა ცოცხლობდეს და მით უფრო არსებობდეს კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ნათქვა ყველაზე დამამცირებელი ბრძოლა არის ბრძოლა არსებობისათვის რასაც ივანიშვილი სთავაზობს ზუსტად ორი წამით ჩაგეჭირეთ ერთი წამით ძალიან გთხოვთ დამამთავრებინეთ და ამის ალტერნატივა რა არის ანუ ამ სიტუაციაში ხომ შევედით რა რითია მოხიბლული თქვათ ეს კოცხროვა და ზოგიერთი გონება დაბინდული ადამიანიც რომელიც ვერ ეკრკვევა სამწუხაროდ კი ბატონო მშვიდობა ნახეთ სანუკვარი და სანუკველი მშვიდობა რომელიც მოაქვს ივანიშვილს თბილისში ტკბილი ცხოვრება ეს ამის ის არის ჩვენი გენიოსის კალაძის ფორმულა ეს არის აბსტრაქტული ცნებები რომელიც ძალიან მაგონებს ისე ბრეჟნევის პერიოდს ნახეთ ხო გახსოვთ მშვიდობა მთავარია მშვიდობა მთელს მსოფლიოში ანუ მირ და ადამიანის არსებობა სხვა არაფერი დანარჩენი არა ეს ახალგაზრდა აგერ ამბობს ხო მე მინდა ჩემი ქვეყნის ევროპული მომავალი და სწორად ჩამოაყალიბა ბატონმა დუტომ რომ ეს მომავალი არ არის აბსტრაქტული ცნება ეს არის შშმ პირი რომელიც დაცულია ყველა დონეზე სოციალური ჯგუფი ნებისმიერი დაცულია კანონის ზალით და პლუს იქ არ საუბრობენ ადამიანთა შეზღუდვაზე საუბარი არის მხოლოდ რაც შეიძლება მეტად ჩაიშალოს ადამიანის შესაძლებელი და მოიძებნოს ბედნიერების ფორმულა. ამ სიტუაციაში ჩვენ 35 წელია საქართველოს ცხოვრობს პუტჩისტურ პირობებში და ეროვნულ ხელისუფლებას გააჩნია გამოსავალი სიტუაციიდან. ყველა არჩევნები, რომელიც დაინიშნება ივანიშვილისგან, იქნება გაყალბებული და აღმოჩნდებით იმავე მდგომარეობაში, რამაც შვა ბატონ დუდა თქვენს სათქმელს ვიტყვი, რუსთაველის საპროტესტო მოძრაობა. რუსთაველის საპროტესტო მოძრაობა ითხოვს არჩევნებს, ითხოვს 417 დღე უწყვეტი, ხო? ითხოვს თავისუფლებას. 420 დღე უწყვეტი პროტესტის. ითხოვს თავისუფლებას. მე ძალიან განვიცდი, რომ 420 დღეა იქ ვიმყოფებით. 420 დღეში კი არა. 20 დღეში უნდა დაგვემთავრებინა ივანიშვილი. ასეც მოხდებოდა ის საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ამ რუსულ კანონებს მოხვა, ჩვენ რო ბოლომდე მიგვეყვანა შარშან. და გეთანხმებით მაგაში. აი, მაშინ ჩვენ, როდესაც ადამიანები 9 მილიონი გამოდიოდა ქუჩაში, ეს ენერგია ეროვნული არასწორად გაიხარჯა და ფიქრობ სამწუხაროდ მიჩნდება ეს ეჭვიც, რომ ეს მომზადდა სპეციალურად. და კიდევ ერთი, ივანიშვილი დგას არა მის ძლიერებაზე, არამედ ჩვენ სისუსტეზე. კი ბატონო. ჩვენი სისუსტე არის ძლიერება მაგას არ გააჩნია. ჩვენი სისუსტე არის მისი მკვებავი და სისუსტის ყველაზე დიდი წყარო გახლავთ, რომ ჩვენ ვართ დაქსაქსულები. აი ეხლა ჩვენ ვიბძვით იმისთვის, დიახ, რუსთაველის გამზირი იბძვის იმისთვის და თქვენ ხართ ასევე რატომღაც არ საუბრობთ, მაგრამ იცის მაყურებელი იცის, კაცო, იცის ხა დუტას. დიახ, ამ მოძრაობის, არა მხოლოდ წარმომადგენელი, ერთი ხმა. არა, მესმის იცის მაყურებელი. მაგრამ კანონიერმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შესაბამის სიტუაციაში, რაშიც დღეს ჩვენ აღმოჩნდით, აღადგინა საქმიანობა ერთადერთი უწყვეტი კანონიერი ორგანოსი, რომელსაც ქვია უზენაესი საბჭო. და უზენაესმა საბჭომ იპოვა საკუთარ თავში ძალაც, ენერგიაც და გადაწყვეტის მომენტიც. დანიშნა არჩევნები. არჩევნები დანიშნა ადამიანთა იმ ჯგუფმა, რომელსაც ეს სიტუაციის გამოუვალობიდან გამომდინარე დასჭირდა.
გამოუვალ სიტუაციაშია საქართველო. ვინ უნდა დანიშნოს არჩევნები? შეეძლო ეს თუნდაც პრეზიდენტს სალომეს ზურაბიშვილს დაენიშნა. მაგრამ ისე წავიდა, რომ არაფერი მან მსგავსი არ დატოვა და ეხლა ამბობს, რომ ფერეიდნელებს მე რო არ ვაძლევდი, თუ ვერ ვაძლევდი მოქალაქეობას, ხელს მიშლიდნენ. ეხლა რატო ლაპარაკობს ამას? მაშინ ეთქვა, როცა შეუშვა. მაშინ ეთქვა და ჩვენ როგორც 29 დეკემბერს უმალ გავჩნდებოდით იქ და გვერდში დაუდგებოდით. ეხლა ნახეთ რას ყვაობაა უზენაესი საბჭო. უზენაესი საბჭო მაშინ კი არ გამოჩნდა, როცა არ იქ აქ რაღაცა არის. არა, მხოლოდ მაშინ და მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება გამოსავლის ძიება. გამოსავალი არის კანონიერი ორგანოს, უზენაესი საბჭოს მიერ დანიშნული კანონიერი არჩევნები, ლეგიტიმური არჩევნები. მთელი მსოფლიო აღიარებს, თქვენ იცით ალბათ, რამდენიმე ქვეყანაში ჩვენ მოგვიწია ჩასვლა ყოფნა. დიახ. ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან საფრანგეთში ბატონი გიორგი კუხალეიშვილი, უკრაინაში ბატონი ლადო გამსახურდია, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მე ვიყავი, ფინეთსა და ესტონეთში ბატონი გოჩა ბახია. ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ეხლა ნახეთ რა ხდება ჩვენს ხელისუფლებაში, კანონიერ ხელისუფლებაში. ერთის მხრივ, აი კლასიკური კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც თელმა საქართველოს იცის მებრძოლი ხალხი. გურამაძე. არც იხე დაკლებიათ, არც ტყუები დაკლებიათ, არც კაკები დაკლებიათ და ყველაფერი გაუძლო ამ ხალხს. ნემო ბურტულაძე, რობერტ პეტრიაშვილი. ძვირფასი ყველასთვის დღემდე ქალბატონი ეთერ გალობლიშვილი, რომელსაც დაბადების დღე აქვს და მინდა მიულოცო. დღეს აქვს? დიახ, და დღეგრძელობა მინდა უსურვო და ისმოდეს საქართველოში მისი ხმა განუწყვეტლივ, როგორც ხმა სიმართლისა. აი ამ ადამიანების გვერდით, ნახეთ, არის ლადო გამსახურდია, სრულიად ახალგაზრდა. ეს ის გიორგი კუხალეიშვილი, რომელიც იბრძვის იმაზე, რომელიც იბრძვის უკრაინაში და რომელიც არის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი იქ. ეს არის რეალური ხელისუფლება, მაგრამ ამით პოზიორობას კი არ აკეთებს უზენაესი საბჭო. ან ბოდიში მე მაქვს მოსმენილი ბატონ გურამ მისაკაძემ გააკეთა თუ გურამ აფსანძემ ზუსტად არ მახსოვს, რომ ჩვენო ხელისუფლებაში მოსვლა კი არ გვინდა უკაც რა სულელია რა. ჩემს სათქმელს ამბობთ. აქეთ მიდიო. კი, არა, მე მოვკარი ყური და აი რაღაც უფრო მეტიც. ხო. უფრო მეტიც. ყველა ერთხმად და ეს გახმოვანდა კიდევაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის კი არ გვინდა ეს ხელისუფლება. ვინც გაიმარჯვებს რო გადასცეთ, ხო? ღირსეულმა გაიმარჯვოს ხალხო. ნუ, კი ბატონო. თქვენ ხართ ამ პროცესების მონაწილე, მე არაერთხელ არაერთი საკითხი განგვიხილეთ თქვენთან ერთად, ხო? დიახ. და იცით რომ ეს ხალხი არაფერს არ ებღაუჭება. აქ ერთდროულად ნახეთ, არის წარმოდგენილი კლასიკური კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლობა და ახალგაზრდობა. ნუ სხვა ახალგაზრდებსაც იცნობთ ახლა ატოფიფია არის. კი, როგორ არა ვიცნობ. მამუკა არის ტოროშელი, მრავალი სხვა სრულიად ახალგაზრდებიც, მაგალითად ბექა თაბაგარი, სტუდენტი ჯერ კიდევ. ანუ როგორია აქ სიტუაცია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელი არის გამთლიანებული აქ და ამბობს ეს არჩევნები, რომელიც იქნება საერთაშორისოდ აღიარებული, რომელიც ჩატარდება ბლოკჩეინის სისტემით, სადაც გაყალბების მომენტი არის ნულოვანი და რომელშიც არსებობს იდეა, რის გარშემო შეიძლება გამთლიანდეს საზოგადოება, რეალურად დანიშნული არჩევნების გარშემო. აი ეს გარშემო გამთლიანება, ანუ არჩევნები უნდა გაახდეს აბსოლუტურად დაპირისპირებულ მხარეთა. აი მაგალითად რადიკალურად სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი პოლიტიკური ჯგუფების ერთიანობის მიზეზიც და მიზანიც. რატომ? ამოცანა არის ერთი. ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები, საყოველთაოდ მისაღები ყველასათვის და რუსთაველის გამამთლიანებელმა, ანუ ერთიანობამ, აი სადაც ნახეთ, აი ვთქვათ, ვინ გითხრათ, ერთის მხრივ ვთქვათ,
მელია მიიღებს მონაწილეობას. მეორე მხრივ ნათელაშვილი. აი თუ მოინდომეს, რა თქმა უნდა, თუ მოინდომეს არა, თუ მოინდომეს არა, შემთხვევით არ მithქვია. ჩვენ შევხვდებით მას და თქვენ კარგად იცით, მონაწილეობთ კიდევაც ჩვენს ფორმატში, სადაც კანონიერმა ხელისუფლებამ თავისი დარბაზი დაუთმო ადამიანებს, რომ ერთად განვიხილოთ, როგორი იყოს საარჩევნო კანონი, როგორი იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რა ფორმით ჩავატაროთ. გადაწყვეტილია ეს ყველაფერი, რომ იქნება ელექტრონული არჩევნები, რატომ ელექტრონული არჩევნები? იმიტომ რომ ელექტრონული არჩევნები შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მყოფ ყველას, მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ცხოვრებ საქართველოს და მათაც ხმარობთ საქართველოს ემიგრანტებს. და უფრო მეტიც კანონიერმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველას, ვისაც აქვს თუნდაც იდენტიფიკაციის გამომხატველი ნებისმიერი დოკუმენტი, მაგალითად პასპორტი, ID ბარათი, მოქალაქეობა, დაბადების მოწმობა, თანამემამულის მოწმობა, რომელიც საქართველოში მოქმედია 2012 წლიდან, არსებობს კანონი თანამემამულის შესახებ. ესმით, ანუ მაშინ როდესაც ეს თვითმარქვია ხელისუფლება გამორიცხავს ქვეყნის ცხოვრებიდან ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 1/3-ს ემიგრაციაში იძულებით მყოფ ქართველობას, ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, რომ ყველა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ორი უფლებით. იყოს ამომრჩეველი და იყოს არჩეული. ანუ მაგალითად პასიური და აქტიური უფლება. ორივე უფლება მიანიჭა დიახ კანონიერმა ხელისუფლებამ. ეს დასდა კანონებისა ერთად ჩამოყალიბებული ასხმული და ლეგიტიმური მალე იქნება მიღებული, დამტკიცებული სათანადო შეკრებებზე, როგორც ეს ეკუთვნის ხოლმე ასე დიდ საქმეს. ამიტომაც აქ იმაში ეჭვის შეტანა, რომ ვინმე რაღაცას ამზადებს, რაღაცას რა უზენაეს საბჭოს შეუძლია დანიშნოს, იძულებულია დანიშნოს, თორემ 3 წლის წინ რატო არ დანიშნა? აი ნახეთ მე თქვენ გეკითხებით. 3 წლის წინ რატო არ დანიშნა უზენაესმა საბჭომ არჩევნები? იმიტომ რომ მაშინ არ იყო ესეთი საშინელი და ესეთი ჩაჭაობებული აუცილებლობა. კი ბატონო. უზენაესი საბჭო, კანონიერი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ რაღაცნაირად მაინც აი ასე ზიგზაგებით, მაგრამ ურთიერთშეთანხმებით, თანამშრომლობით მივაღწევთ საზოგადოების ჰარმონიზებას, არას ვეთყვით რევანშიზმს და გავამთელიანებთ ჩვენს ქართულ საზოგადოებას. მაგრამ ივანიშვილმა რა გააკეთა? მოსპო პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში, სპობს ქართველი ერის მიღწევებს მეცნიერებაში, კულტურაში, ხელოვნებაში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, ცხოვრების ყველა დონეზე. მან უკვე გაანადგურა პრაქტიკულად ქართული მთა და ანადგურებს ქართულ სოფელს, მიმდგარია უკვე მიმდგარია ძალიან გამოგჩა ჭიათურლები ჩვენ სხვათა ჭიათურლები მაგალითად აი მივდივარ ნახეთ პროფესიონალიზმს სპობს ნახეთ აი მაგალითად შემოყაველაშვილო პრეზიდენტი იქნება რა პროფესიონალიზმზე ლაპარაკობს მაგრამ მოდი გლობალურადაც შევხედოთ შემოყავს აფრიკელები რომლებიც მაგალითად თანახმანი არიან თვეში იმუშაოთ $5 და კანონმდებლობით ანიჭებს უფლებას რომ იცი რა დასაქმებულის 40%-ს შეუძლია ჩაანაცვლოს ქართული მოსახლეობა, ანუ საქართველოს მოქალაქე, არაქართული მოქალაქე. გესმით? ბატონო ვერა. ამ სიტუაციაში დავამთავრებ. კარგით. ამ სიტუაციაში საყოველთაო არჩევნები არის გამოსავალი. როცა ვითხოვთ არჩევნებს, ის უკვე არსებობს, ჩვენს ხელშია, თუ საჭიროა თარიღის კორექტირება მოხდება, მაგრამ ნუ რას უკაცრავად, ყველამ ერთად ჩავატაროთ საერთო სახალხო არჩევნები ისევე როგორც ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა საერთო სახალხო რეფერენდუმი და ქვეყანას მოუპოვა დამოუკიდებლობა. კი ბატონო, ერთი წუთი დაეხლავე მოგცემ სიტყვას, იმიტომ ცოტა ვიჩქარე.
მე ის თქმა მინდოდა ისა ბატონო და არ დაგავიწყეთ ის თქმა მინდა რომ მე შეპირებული ვარ მაყურებელზე აუცილებლად მოვიყვან ისტორიკოს უკვე ნათქვამიც მაქვს ისტორიკოსებს აჯობებს თუ შესაძლებელია ორნიც იყვნენ რომ აი ეს 90-იან მე ვიცი რომ ზუსტად გამსახურდია იყო ყველაზე პროდასავლური ადამიანი მაშინაც ამერიკას და ევროპას კიდევ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა იმ კომუნისტების დროს და ნამდვილად გულანთებული ხალხი და ესენგეს არ შეუერთდა და ზუსტად მაგით დაიწყო მისი პრობლემები და ეს ახალგაზრდობა უნდა იცოდეს რომ გზვიად გამსახურდიას სტობას არ ვიტყვი მაგრამ ზვიად გამსახურდიის მიმდევარი თუ ხარ შეხარ პროევროპული ძალა ყველა ვარიანტი ხო ნუ ეხა იმაზეც ვიტყვი მერაბ კოსტავაზე ნათელი და პროევროპული და პროდასავლური კაცი საერთო მე საუკუნეში საქართველოს ნუ მეორე ნახევარში მithumetes საქართველოს მეობრივი გმირი მერაბ კოსტავა ბატონ დუტას ქონდა რაღაც სათქმელი კი გაქვთ 2 წუთი მეტი და ილაპარაკეთ ბატონ დუტა არ არის პრობლემა რაღაც გინდოდათ რა ჩაგემატებინათ რუსთაველზე მყოფმა ადამიანებმა და არა მხოლოდ ესეთი წამოწყება გავაკეთეთ დიახ არის 100 კილომეტრიანი მარში დმანისიდან ქონდა ესეთი მარში და იმ ადამიანებმა კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და გავედით სხვადასხვა ქალაქებში როგორიც არის თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი და ყველგან ჩავალთ სადაც პროტესტის ხმა ისმის და სოლიდარობას გამოუცხადებთ ყველა იმ ადამიანს და ასევე გავაგონებთ მე ვიცი რომ მანქანაც რომ გაახარეთ ადამიანი რომელსაც ჯარიმის თუ რაღაც გამო თუ გირაოს გამო მოუწია მანქანის გაკეთვა და კაი საქმე გააკეთეთ ეგეც ვიცი და ჩვენ უკან დაუბრუნეთ ამ ადამიანს ესეთი კეთილი საქმეც ჩავიდინეთ და მე დავასრულებ თქვენთან ერთი კითხვა ძალიან აი ეს შესაძლებლობა რაც გააჩინა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ თქვენ როგორ უყურებთ ამას? არის თუ არა მასში პერსპექტივა? არის დიახ და ანუ საყოველთაოდ აი მიცეთ შესაძლებლობა ახალგაზრდობამ თქვას მე მგონია რომ სვიედის ხელისუფლება რომელსაც თქვენ წარმოადგენთ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს იმისათვის რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები უფრო ეფექტურად და უფრო წარმატებით უბრალოდ მინდა დავასრულო იმითი რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამახვილებელს და აუცილებლად გავიმარჯვებთ გამარჯვება ხალხშია და ძალა ერთობაშია. სოლიდარობა ყველა რუსთაველზე მდგომს და ყველა მიცნობს ეხა და ნუ მიყვარხართ ძალიან. თქვენ მოგცემთ ბოლოს სიტყვას, აი ეს ბატონი ზვიადის 20 წამი გვაქვს. დიახ, მე ბევრს არ ვილაპარაკებ. დიახ. ჩემთვის დიდი პატივი აქვს ყოფნა და იმ სიტყვების მოსმენა, რაც ამ ახალგაზრდამ თქვა გულიდან. ეს პირველად ხდება მე რომ მას ვთხოვე ამ საკითხზე მისი აზრის გამოთქმა. თუმცა თითქმის ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს რუსთაველზე. ბატონო მე მომთავრებ, ზვიად გამსახურდიას კონსტიტუცია, პერიოდის კონსტიტუცია ითხრება ასე: ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. მოქმედი კონსტიტუცია ამბობს: ხალხი არის ძალაუფლების წყარო. ხალხმა უნდა განსაჯოს. კი ბატონო. საქართველო ივანიშვილის გარეშე. რა თქმა უნდა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ ახართ ბატონ პატრონი ამ ქვეყნის და თქვენ უნდა საზღვრავდეთ და ჩვენ მივძვით ზუსტად იმისთვის, რომ ზუსტად თქვენ და ჩვენ აუმართავდეთ ამ ქვეყანას, არ იყიდებოდეს მიწა-წყალი საქართველოში, იმ დიდებულ წინაპრებს ჩვენ უნდა ვცეთ დიდებული პატივი და სულ ვიცახ ხოლმე ქართველობა არ არის იოლი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ამ სიმაღლეზე ასვლათ ორე გადავიჩეხებით. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ შევხვდებით მომავალ ოთხშაბათს 5:30-ზე მოქალაქეს ხმაში. კარგად ბრძანდებოდეთ.